სცენაზე იყო ორი ჯიბე, რომელიც იმ დროში იშვიათი რამ იყო მოქმედი თეატრებისთვის, ეს დიდი ფუფუნება იყო იმ დროში და იყო მბრუნავის სცენა, ტექნიკურად გამართული იყო ყველანაირად, შტანგეტებით, განათებით, გახმოვანების სისტემით. ჭერი უნდა მოხატულიყო საბჭოთა პერიოდისათვის პრიორიტეტული ნიშნებით, თუმცა ესეც კარლო ლომაძის ინიციატივით მოხდა, რომ ჩვენი თეატრის ჭერი არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გმირებით მოხატული და ეს მართლაც უნიკალურია ჩვენთვის, ტყიბულელებისთვის. მოვედი თეატრში მსახიობად 2018 წელს დავინიშნე უკვე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თან სიამაყის გრძნობაც მაქვს, რომ ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრს 2 გრან-პრი ხვდა წილად იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან, სადაც იმერეთის ყველა ქალაქი იღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფო თეატრებიც. მაყურებელი გვყავს, თუ ჩემი მსახიობობის პერიოდში ბიჭებს ცოტა ესირცხვილებოდათ სცენაზე დგომა, ეხლა უკვე მოდიან და ითხოვენ, რომ სკოლის მოსწავლეები ჩაგვრთეთ, გვაინტერესებს ეს პროცესები, რეპეტიციები, სპექტაკლში მონაწილეობა და უკვე პოპულარული გახდა ეს პროფესია ამ ქალაქში. ეს არის ვერცხლისფერი დარბაზი, აქაც რობერტ სტურუას, დიდი უფროსი რობერტ სტურუას ნახატები არის ვეფხისტყაოსნის გმირებით. ხო, ეს არის ჩვენი თანამშრომლების მიერ ხელით ნაწერი ვეფხისტყაოსანი, წიგნი. ფოტოზე ვხედავთ სანდრო ბუცხრიკიძეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა ტრაგიკულად. ეს პიროვნება უნიჭიერესი მსახიობი იყო. ეს იყო ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უპოვარებს ეხმარებოდა, საჭმელი მიქონდა, მუშაობდა შახტაში იმის გამო, რომ გამომუშავებული თანხით გაჭირვებულებს დახმარებოდა. გარდაცვალების მერე გაირკვა და გახდა ცნობილი, რომ ის დადიოდა მიტოვებულ სასაფლაოებზე, ასუფთავებდა, პატრონობდა და ძალიან სამწუხაროა და ოჯახს შახტაში დაიბადა.